მე არ მადარდებს არცა ფული, არცა ოქრო, არცა დიდება. იმიტომ რომ მე სხვა გაქანების ქალი ვარ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ უსაყვარლესი გია კორკოტაშვილი. როგორ წარგადგინოთ პოლიტიკოსი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, თუ რა ბევრი სტატუსი გაქვთ და ჟურნალისტიც მე ბრძნული იქნება უფრო რომ სახელი თქვი და ვისაც როგორ ხარ ხა ნაციონალებს ძალიან დიდი ტაშისკორით ვერასოდეს ვერ შემხვდებიან. ოცნებასაც ძალიან არ უყურო და ძალიან ჩვეულებრივად გია კორკოტაშვილი. მორჩი. გია კორკოტაშვილი. კარგი გია, მოდი მაშინ ესე კითხვას დაგისო. ჯერ გავისაუბრო თუ პირდაპირ გამძუყნი? რა ვიცი, გაძუყნა ხდება იმის შემდეგ აზრი რო დაგებადება და ჯერ არ შემქონია. მე არაფერი არ დამიშ. ჯერ არა ხო. ანუ ჯიგარ ხალხს არ ეხი. არა ვარ ეგეთიც რა. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ რა. გასაძუყნები იმდენია რაღაცა დაგეტაკო ეხლა. საბუთები წესრიგში გაქვთ ბატონო კორკო? ჩაის დავასხობ, იმიტომ რომ დრო დამჭირდება მაგის მოსაფიქრებლად. საყვარელი ჩაიდანია. ეს ანტიკვარი ხო არ არის? ანტიკვარი არ არის, სადა მივა ანტიკვარეთ. საბუთები წესრიგში გაქვთ ბატონო კორკო? საბუთები აბსოლუტურად ყველაფერი წესრიგში მაქვს რა. საბუთს რას ეძახით გააჩნია რა. ნუ აი ზოგადად დოკუმენტაცია იქ. აუ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი წესრიგში მაქვს. მაგ მხრივ საბაბს არ ვაძლევ არცერთ ხელისუფლებას, რომ რაიმე ესეთი სულელური შეკითხვები დაასმა დამიწყო. თქვენი პრობლემების გადაჭრა ნაჟორკით თუ გიცნია? ნაჟოვკით? ხო, ნაჟოვკა თუ ნაჟორკა? ნაჟოვკა არის არა ხანდახან ყოფილა ეგეთი რაღაცა, მაგრამ გისოსების ხეის არ დამიწყია. ბატონო გია, ბოლოს ზაპოჟნიკს თქვენი ნომერი როდის დაუტოვეთ თუ გახსოვთ? მე სხვათა შორის რახან საპოჟნიკი უწოდეთ მეწაღე, ხო? მე სლენგებით საუბრობ ხოლმე. კი ბატონო, მე საპოჟნიკი, ბევრი საპოჟნიკი მყავს მეგობარი, იმიტომ რომ მიყვარს ფეხსაცმლის შეკერვა რა. აი გემოვნებიანად ვიკერავენ. თან ისე აღარ არის. აუ ცოტა მოგიჭირა, აუ ხვალე გაიწელება და ზეგ კარგად მოგაჯდება და რაღაცები. რო ჩაყობ და ოქროთა გაქვს რა, ფეხი რო გაქვს აღებული. ეხა ცოტა გიჭერს თორე ხვალ ტყლაპივით გექნა. ზამთარში ის რო ეუნება იპოლიტე. ცოტა გამოწერა, ქუცრო იხურავს მიმინოში ხო, ზამთარში. გია, თქვენი ნება რო იყოს მერიოტში ბანძებს შეუშვება. ძალიან ბევრი ბანძი შედის სხვათა შორის. ეს მერიოტი და ტრენდები იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ შეეძლო შესვლა რა. მერიოტი შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაშიც არის და რო წყვეტდეთ აი საქართველოში, თბილისში, მერიოტში ან ბათუმში თუ არა, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, იმიტომ რომ არასამთავრობოები მე წამიყენებენ თავის იმას. მე მინახავს მაგალითად მერიოტში, ნუ შევსულ ვარ რაღაცა შეხვედრა. ადიდასის სპორტულები და ფლოსტებით შემოსული ტიპი მინახავს მერიოტში მაგალითად მე. გინახავს, მაგრამ შენ ხო არ იცი ჯიბეში რამდენი ფული ედო მაგ ნასკები რო აცვიეთ, შლოპონცები რო აცვიეთ ნასკებზე და ეს თითი რო აქვს და ნასკი შეწეული რო აქვს და ეგეთი ტიპები რო არიან და ამ დროს ესე რო არა გიყურესო ვიღაცა ხარ რა შენ რა ვინახარ რა ფული აქეთ გესვრის წაგავს. შენი აზრით კიდიათ ეს სიტუაცია თუ მოსაჩვენებლად რო ვითომ ფული არა მაქვს თუ მართლა კიდია? ტიპები არიან რა ეგეთი ტიპები არიან რა. ბატონო გია, თუ გახსოვთ ბოლოს რეკორდი რაში დაამყარე და როდის? რა ვიცი, რეკორდებზე არასოდეს არ წავსულ ვარ. თქვენი საქმის რეკორდი, აი რაღაცა წამოიწყეთ და ეს იყო პიკი. დასასრული ძალიან მაგარი. აი როდის იყო ესეთი თუ გახსენდებათ და რო გითხრათ ამის შესახებ? ეგეთი რამე არ დამითვლი არასოდეს, იმიტომ რომ რაღაც ბუნებრივად მიდის. ის იმაზეც აღარ
ვიშლი ნერვებს თქვათ, ადრე ისე ვიყავი, რომ აი რატო არ გამიმართლა ამაში, რატო იქიდან ჩამეკეტა, რატო იმის მერე ანალიზს რო აკეთებ, რომ მithom რა გააკეთე ეგეთი ცუდი, რომ ესე მოხდა, ან ისე მოხდა. 1000 რამეს ითვალისწინებ, კაცი და 1000 რამეს ფიქრობ, მაგრამ რეკორდებზე არ მიფიქრი არასოდეს რა. სტომატოლოგის ქორწილში თამადად უყოფილ ხარ, როდისმე? სტომატოლოგის არა, მაგრამ გინეკოლოგის კი. არ არის ძალიან განსხვავებული ის მაინც ისეთი ადამიანის ჯანმრთელობას ემსახურება რა. გია პირი ქვისკენ გიქნიათ როდისმე? პირი ქვისკენ როგორ არა. და რამდენჯერ თუ გახსენდებათ მიახლოებით? ეს არის წინაპირობა იმის, რომ ხელი და პირი ქვისკენ მიქმნია და შენი დედისა ესე იწყება. ეგრე იწყება ეს შესავალი ეგა. იცი ისი სურვილი გამიშდა, რომ აი რომ მომისმენია, რომ ძალიან ისე ჯიგრიანად რო იგინებით ხოლმე. შეგიძლიათ ჩემი გადაცემისთვის რამე ისე ჯიგრულად და მე ტუს დავათ. ტუს თუ დაადებ აზრი აღარა აქვს, რა თუ გაუშვია. ჩასლახი და გოთვერანი ხალხის. კი არა, მე მიყვარს თქვენი გინების მოსმენა, პირდაპირ ასე ვაღიარებ. ხო, მაგრამ რა ვიცი, ხა მე მეუხერხულება. სხვა დროს იყოს კიდე. ჩათვალეთ, რომ აი ვინ საგინებელი ხარ, მე თქვენი დედის აი რა ვიცი, ღიმილი რა. ბატონო გია, განიცდით მარლონ ბრანდოს საერთოდ რო არ გავხარ? მე ეკითხა ადრე რო დამესვა მარლონ ბრანდოს ვკითხავდი. კორკოტას რო არ გეوخარ, ხო არ გიტყდება ცოტა თქო. ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ადამიანო, ბოლოსკენ მინდა გითხრა, რომ ჩვენ გვაქვს ხოლმე ერთი წუთი იმისთვის, რომ თქვენ მიმართოთ ადამიანებს ვიღაცას უყვარხართ, ვიღაცას არ უყვარხართ, არსებობს სხვა ტიპის კონტინგენტი და აი თქვენ რას ეტყოდით ზოგადად აი ეს მიკროფონი ძველი პროფესია გაიხსენეთ. კი ბატონო, სიამოვნებით. ერთადერთი მინდა მივმართო ახალგაზრდა თაობას. არავის არ მიბაძოთ. თქვენ გულში ჩაიხედეთ, მაღლა აიხედეთ, რომ ღმერთი არსებობს და თქვენი ქვეყნისთვის რაც კარგი იქნება ის გააკეთეთ. იცხოვრეთ, იხარეთ, ამ ნარკოტიკით ნუითრობთ ძალით თავს. რაღაცა კარგი ქენით რა, იცხოვრეთ, მაგარი სახალისოა რა ცხოვრება. აი თქვენ უბრალოდ გული მწყდება რომ არიცით როგორი ჟივილხივილი შეიძლება ცხოვრება რა როგორი ჟივილხივილი და ახალი რაღაცეების მოგონება შეგიძლია ის სოფელში ჩახვიდეთ იქ გახვიდეთ ევროპაში გადაფრინდეთ რა ჩვენ არ შეგვეძლო ჩვენ მარტო საბჭოთა კავშირის ტერიტორია სადაც გინდა ვიცი მატერიალურად ძალიან ჭირს ყველაფერი ძალიან მაგრამ იხალისეთ არ გაბრაზდეთ ცხოვრებაზე იმიტომ რომ თქვენ ცხოვრებას თქვენვე თუ გაუბრაზდებით არაფერი არ ეშველება თქვენ ცხოვრებას არ გაუბრაზდეთ პირიქით მიაწექი და მაგრად იყავით სულ ყველა რა ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩემი გადაცემის ფორმატშიც და ისე და ცხოვრებაში უკვე ჩვენ დავმეგობრდით ან ფაქტობრივად მეგობრები ვართ ხო ესეა მე რო შანიძეზე მოხვდები შემოვივლი ვისაუბრებ ყავას დავლებ თქვენ რო დიდუბაში მოხვდებით იგივეს გააკეთებთ და რავი რაღაცნაირ ან მე მიყვარხარ ზოგადად იმიტომ რომ ძალიან ისეთი ხალასი უშუალო და ყალბი ტიპი რო არა ხართ მაგიტო ანუ სიყალბე არის თქვენგან ხა შეიძლება ეს კაცი ვიღაცას ევასება ვიღაცას არ ევასება მაგრამ ერთ რამეზე ჩამოყალიბდეთ რომ ყალბი ტიპი პირდაპირ ანუ რასაც ფიქრობთ, იმას ამბობთ და უკაცრავ და ისი ატრაკებთ და ყოველგვარი სიყალბის გარეშე. ხო ესეა? კი, რა ვიცი, ეგრე ვცდილობ ყოველ შემთხვევაში რომ იყო. მე ესეთი წარმოდგენა მაქვს თქვენზე და სხვა შორის ბატონ სანდროზეც. დიდი მადლობა. გაიხარდა ჩვენი მეგობრობის ფარგლებში მე მინდა გითხრათ რომ მეც ხა მაინც ძველი პლეხანოველი გოგო ვარ თქვენც ახლა ვერელი და ჩვენი დამეგობრობის ვარიანტი რომ გავისეირნოთ და იქით ჩაი დავლიოთ კიდე გადავინაცვლოთ კი ბატონო გინდნებოდ ჩაი დავლიოთ გნებოდ უბრალოდ ქარი არ გავიცივდეთ უბრალოდ თორე მე არაფერი აი მე ექსტრემალური ქალი ვარ რა გამაცია
bez tebe dusza slipa i тіло моє мов нерідне bez tebe один туман без тебе